მშვიდობისა ჩემოლამაზება როგორ ხართ? როგორი განწყობა გაქვთ ესეთ თოვლიან ამინდში, ნახეთ როგორ თოვს. აი ესე ყავა გავამზადე მე. აი ესეთი საყვარელი ჭიქები გვაქვს მე და გიოს და აი ესეთ ამინდში როგორ ბარდნის გადავწყვიტე აი ესეთი ლამაზი ჭიქებით დამელია ყავა და თან დამელია თქვენთან ერთად. ნახეთ რა სილამაზეა. მარტი ეძახე შენ და როგორი ამინდია უყურეთ. ეხლა ამ გიოს ჭიქას შევიტან და ჩვენ ერთად დავლიოთ ყავა. ძალიან მიყვარს ესეთი ამინდი. ესე იგი წელს მაკურიანში ხო ვერ წავედით და თოვლი მოვიდე ჩვენთან. გავჭდე. ყავა არ დავაქციოთ. ნისი და დავლიოთ ყავა. აი ესეთ განწყობაზე ვარ, როგორი ამინდიც არის. ჩემო ლამაზებო, რა შვებით, როგორ ხართ, როგორ განწყობაზე ხართ. ესე იგი მარტია, მაგრამ აი ესეთი თოვლი მოვიდა, ბუნება საოცარია და ძალიან მიყვარს ბუნება. განსაკუთრებით ესეთი ბუნების სურპრიზები. აბა ნახეთ ამას როგორი ბანტი უკეთია, აი ესე, ესეთი მშვიდი რაღაცნაირი განწყობა მაქვს, როგორც გარეთ არის, აი ესეთი, თქვენც თუ არ დაგიევიათ ყავა ჩემთან ერთად მიირთვით. მეგობრებო, მარიამიც მოვიდა. ესეთი ფიფქებიანი ზედააცვია, რომელიც მამიკომ აჩუქა 8 მარტს. ეთყობა იცოდა რა თოვლი მოვიდოდა და სპეციალურად მოვდანა გვიმაუგსნო ეთყობა. დე ეძინება ქალბატონს და გაფუტული არ გველაპარაკება. დედესი. დედიკო. დედიკო. არ გველაპარაკები? თოვლის ფიფქები არ წდება, აი აქ დადნა ცოტა თოვლი. აი იქით არის ცოტა. აი ესე ლამაზად თოვს. შენ რა სიტყვიდე? ახლა როგორი პინგვინი ყავს აქ? გაბუტულო. რა ლამაზი გოგო ხარ, დედიკო. იტესი. ჩემი პრინცესა ვინ არის? ეხლა გამოვედი მეგობრებო, მარიამი დავაძინე და ეხლა გამოვედი, უნდა მეთქვა რომ აღარ თოვს თქო და რა არ თოვს, ეხლა დაიწყო თოვა, ნახეთ როგორ თოვს. მაშ მარიამი დავაძინე, წეღანიცად გავწყვიტე ვიდეო, იმიტომ რომ შიოდა და უნდა მიმექცია ყურადღება. ხო და ჩემო ლამაზებო, ამ ვიდეოში აუცილებლად უნდა მეხსენებინათ ჩემი საყვარელი ნინი კვირიკენ რა თქმა უნდა ყველა მიცით და მინდა მადლობა უთხრა მას რომ არის, რომ იყო, ადრეც კაი ხანია, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანია მას ვუყურებ და ვიცი რომ ყველა თქვენთაგანი ძალიან დიდი ხანია უყურებთ მას. ერთ-ერთი არა, პრინციპში ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მომცა სტიმული რომ დამიწყო ამ ყოველდღიური ვლოგების გადაღება და გეტყვით რატო მარიამი რომ ნახეთ როგორ თავს. მარიამი რომ დაიბადა, ნუ რა თქმა უნდა აღარ მუშაობდი და ძალიან ისე პასიური ვიყავი სახლში, მარიამს ვუვლიდი. და ნუ მაშინ მინდოდა დამეწყო ვლოგერობა და გადამეღო ეს ყოველდღიური ვიდეოები, მაგრამ მე უცებ რაღაცა ეს მომატებული ვიყავი, რაღაცა ისე კადრში აღარ ვიყავი, რაღაცა არ მომწონდა ჩემი თავით, ისევ გადავიქრე და სწორედ იმ პერიოდში ცოტა ხნის მერე ნინიმ დადო ეს ვიდეოები, როგორც იცის ხოლმე გამხნევება, რომ მე ეს გამომივა, თქვენც რაც გინდათ ყოველთვის გააკეთეთ, რომ ეს გამოვა აუცილებლად და იმ ვიდეოების მერე რაღაცა ისე ჩამეს მოგონებაში, რომ მოდი დავიწყებ რაც არის თქო და ის მერე დავიწყე ახალ წლამდე ეს ვიდეოები. და ვიდეოების გადაღება და ნუ დღეს მოვედი დღემდე ესე თქვენამდე. ნინის ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს სტიმულს აძლევს, არა მარტო ვლოგერობაზე და არა მარტო ესე ვიდეოს გადაღებაზე, ზოგადად ცხოვრებისეული ვიდეოები აქვს ხოლმე და ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებს ადამიანს და
ძალიან იშვიათია ადამიანი ესეთი, იმიტომ რომ რაც ხარ რეალურად ისეთია კამერასთან. რა თქმა უნდა, ქართველებს და ზოგადად ადამიანებს არ უყვარს, ზოგადად ადამიანებს არ გვიყვარს რეალობასთან შეჯახება. იმიტომ რომ რეალობაში არის ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა შეიძლება მე არ მომწონდეს, ხო? ყველას აქვს თავისი პოზიცია. მე რაც მომწონს, ვუყურებ, თუ რაღაც აღარ მომეწონება, წავალ ჩემი გზით, ხო? თავში ქვამიხლია. არ მომწონხარ, ნუ მომწონხარ. რა საჭიროა რომ მე შენ დაგიწერო ცუდი კომენტარები, ზოგადად ადამიანს ეგულისხმობ, რატო უნდა დაუწერო ვიღაცას ცუდი კომენტარები, იმის გამო რომ მან რაღაცა ისეთი პოზიცია დააფიქსირა და ისეთნაირად მოიქცა, რაც მე აღარ მომწონს, ხო? არ მომწონს, ნუ მომწონს. წავალ რა ჩემი გზით, რა საჭიროა ხალხო ეს აგრესია, ეს რაღაცა შურიანი, ბოყმიანი კომენტარები, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ვიცი რომ დამეთანხმებით თქვენც რომ ეს არ არის კარგი. ადამიანებმა ერთმანეთს უნდა მივცეთ სტიმული, გამბედაობა, მოთმინება და რაც შეიძლება ბევრი ყველაფერი კარგი თვისება გავუზიაროთ ერთმანეთს, მეტი პოზიტივი. ნუ არის დღეები, როცა შეიძლება არა ვართ კარქასიაძე და მივიღოთ ერთმანეთი როგორებიც ვართ, ხო? თუ გვიყვარს ერთმანეთი და თუ ვცემთ პატივს ერთმანეთს, ისეთივე უნდა მივიღოთ ერთმანეთი როგორებიც ვართ. აი ამის თქმა მინდოდა ჩემო ლამაზებო. შევინარჩუნოთ ადამიანობა, მოთმინება. სულ რამდენიმე დღის წინ მინის 1-2-3 დღის წინ მინის კონდა ეს ვიდეო, რომ კიო ვიციო რომ არსებობს ბოროტებაო, მაგრამ არ მინდა რომ ესეც ხურთან მქონდეს ეს ბოროტება. მინდა რომ კაკს ხედავდეს და კარგი ამბები მესმოდესა და მეც ესე ვარ, ესე მინდა, სადღაც ქვეცნობიაში მჯერა რომ არის და არსებობს ბოროტება, მაგრამ ყოველთვის ვამბობ რომ ბოროტება არ არსებობს, რომ ბოროტება არის სიკეთეს მოკლებული ურთიერთობა. მოდი ჩვენ შევეცადოთ, რომ ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა იყოს რაც შეიძლება მეტი სიკეთით და სიყვარულით და კეთილშობილებით გაჯერებული. ასე ვირწმუნეთ, თქვენს ყოველთვის კარგად იგრძნობთ თავს, ჩვენს ყოველთვის კარგად ვიგრძნობთ თავს, ბლოგერები, გვიყვარდეს ერთმანეთს და პატივი ვიცეთ, რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით ცხოვრებაში. აი ამის თქმა მინდოდა, ძალიან არ მოგაბეზრებთ, შემოკარგებო და თბილებო თავს, ვიცი რომ ყველანი დამეთანხმებით ამაში, ვინც არ დამეთანხმება, რა თქმა უნდა, ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, ვისაც მოწონს ჩემი ვიდეოები მიყუროს და მადლობა ამისთვის, ვისაც არ მოწონს, არ არის საჭირო, ხო, რაღაცა ისეთი სუდის დანახვა მარტო. არიან ადამიანები, ვინც შეიძლება აი რაღაც წერტილზეც გითხრან, რომ აი ეს რა არის და რაღაცეები და ეს არ არის კარგი. პირიქით, ადამიანს ბურღმით და რაღაცა ღვარძლით ავსებს და ეს მერე სულსაც წამოავს და ძალიან ცუდია. ამიტომ ვეცადოთ ყველაფერში, სულ ცუდი იყოს რაღაცა ერთი დადებითი წერტილი თუ დაინახებსო, უკვე კარგასიაძე ხარ, კარგანწყობაზე ხარ და იყოთ ესეთები, ჩემო ლამაზებო და ჩემო კარგებო. ხო, სულ ეს არის, ძალიან მიყვარხართ. ვისაც მოგწონს ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვიყოთ პოზიტიურები, ეგზამით ძალიან ბევრ სიტყვას და სიყვარულს. იყავით და დარჩით ჩემთან ერთად, ჩემო თბილებო, ჩემო კარგებო. აი, ესეთ ფიფქების ფონზე და გემშვიდობებით, ნახეთ როგორ თავს. აი, ესეთ ფონზე და გემშვიდობებით და იყავით ბედნიერები, მოკლედ ბედნიერ და კარგ საღამოს გისურვებთ. დროებით.